სამი შეცდომა დრენაჟის მოწყობის დროს, რომელიც იწვევს დრენაჟის არასწორ მუშაობას. ჩემს წინა ვიდეოზე დრენაჟის მოწყობაზე ბევრმა მთხოვა ჩამეწერა ვიდეო თუ რა სახის შეცდომებს უშვებენ დრენაჟის აწყობისას. მოდით გავიაროთ სამი ძირითადი შეცდომა და მნიშვნელოვანი ეტაპი. პირველი შეცდომა არის არასწორი დახრა. თუ დრენაჟის მიელი ჰორიზონტალურად ან უკუდახრით არის მოწყობილი, წყალი საძირკველთან დაგროვდება. დრენაჟის მილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაახლოებით 5-10 მმ დახრა თითო მეტრზე. მეორე შეცდომა გეოტექსტილის არ გამოყენება. ხშირად მილს უბრალოდ ხრეში აწყობენ და მიწით ავსებენ. დროთა განმავლობაში გრუნტი ამ ღორღს ავსებს, სისტემა კარგავს გამტარობას და წყალი ისევ საძირკველთან მოედინება. სწორი დრენაჟი ყოველთვის გეოტექსტილით უნდა მოეწყოს. მესამე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არის წყლის არასწორი გადაყვანა. დრენაჟს აზრი არ აქვს თუ შეგროვებული წყალი ისევ სახლთან ახლოს გამოიყვანეთ. წყალი უნდა გადავიდეს სადრენაჟო ჭაში ან რელიეფით უფრო დაბალ ნიშნულზე. ასევე რეკომენდირებულია დრენაჟის მოწყობა სახლის მთელ პერიმეტრზე და არა მხოლოდ ერთი მხრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენობას სარდაფი აქვს. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, ჰიდროიზოლაცია დრენაჟის გარეშე მხოლოდ დროებითი დაცვაა. საძირკვლიდან წყლის არიდების ფუნქციას მხოლოდ სწორი სადრენაჟო სისტემა იღებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, აქ ვსაუბრობ მშენებლობაზე მარტივი ენით, რაც შეეხება ჩვენთან თანამშრომლობას, გამოგვიგზავნით თქვენი პროექტის PDF ფაილი და გამოგიგზავნით ჩვენი სერვისების ღირებულება.